ყველას მოგესალმებით და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ საინტერესო შოუ ბიზნესის სიახლეებს. ეთერშია ინფორმატორის მეოთხე ვრცელი გამოშვება. ჯერ ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ვაკის თეატრალურ სარდაფში კიდევ ერთი პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა ლევან წულაძემ ყველასათვის კარგად ცნობილი ხანუმა დადგა. თუ რა განწყობილებას უფევდა თეატრში და როგორ მიიღო მაყურებელმა სპექტაკლი, ამას სიუჟეტიდან შეიტყოთ. უკასრავად ქევარმარა. ქერო გერმანელი სპიონი ჩამოფინა ჩვენ. მერა ხატისი. არა. ერთი შერანი. ასე ამბობე. ქართველებისთვის ფურმე სამოთხეში. მიწის ნაკვეთი ყოფილა გახობა. აბანო ადგილია, სადაც ადამიანები მოდიან. ტანსის თავებენ და მერე უკან მიდიან. აბანო თბილისში სულ სხვა რამეა. აქ ადამიანები მოდიან და არსად დაღარიან. ჭოლას მინდა უთხრა დიდი მადლობა და ვატო კახილეს, იმიტომ რომ რაღაც მუსიკაც არ შეწყდა. მე აქ ბევრი დღევანდელობა რაღაც დავინახე და მე ბედნიერი ვარ, რომ მე ის ხანუმაც მახსოვს, პატარა ვიყავი ტელეობა, მაგრამ დღეს ეს საღოლ სარდაფს. ჩემთვის ყოველი მოსვლა ამ თეატრში არის დღესასწაული, ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა არის, ძალიან ნიჭიერი კაცია, ეგრეთ წოდებული ჭოლა. ისე რომ უკვე პირველი მოქმედებიდანვე ჩანს, რომ ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი, ძალიან განსხვავებული არაფერი საერთო იმ ხანუმასთან, რომელიც იყო რუსთაველის თეატრში, ამას არ აქვს და ძალიან თავისებულია, ძალიან ახალგაზრდულია და ძალიან იმპროვიზაციის ხასიათს ატარებს ყველაფერი და ძალიან მაყოფილი ვარ. ძალიან დიდი სიხარულით მოვდივარ ხოლმე ყოველთვის და ახალგაზრდული დასია, რაც მთავარია და რა ვიცი, მაგათი წარმატება ყოველთვის ჩემი დიდი სიხარულია და წარმატებები მინდა უსურვო მათ. სანახაობა. უკვე არის კარგი. ყველა ძალიან ნიჭიერია, ყველა ძალიან კარგი. ეს ფინალი იყო ფანტასტიკური. რაც შეეხება შპიონს, გენიალური. გახსოვს? თურმე იჯი დათანსტრი, იჯი ხატამანდა. ვიტო. აი მე ამაი გობრიტვა. ყური მაიჭრა. კონვერტი ჩავო პოსტით გააგზავნა. აი სად გააგზავნა? აი გარი. ვისთან გააგზავნა? აი გარი. შენადა. ძიამაკარას ყურს მაიჭრი. არა, ეგ არ მაიჭრი. არა, ჯერ დახატავს. ჯერ დახატავს. აი მე ამაიხებს ბრიტვასა. ყურსა მაიჭრის. კონვერტი ჩავობს. პოსტით გააგზავნა. აი სად გააგზავნა? აი ვის გააგზავნა? ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ რაღაცა რა ვიცი რა, ძალიან ვინერვიულეთ, მე მგონი მაყურებელმა მიიღო. ყოველ შემთხვევაში დღეს ესე ჩანდა და ვნახოთ ხვალ იქნება და იქნება კიდე. მე მგონი მიიღო მაყურებელმა. ცოტა ზედმეტად აღელვებული იყო სახელები დღეს, მეჩობოდნენ, ყიროდნენ, ნერვიულობდნენ. მე მედი მაქვს დროში დაწყანდებოდა უფრო კარგი იქნება. ჩემზე ბედნიერი კაცი ამ წუთას არავინ არ მეგულება. ყველგანაირი პრობლემა რაც კი არსებობს დედამიწაზე დავიწყებულია და არსებობს მხოლოდ სიხარული, ბედნიერება და არ ვიცი რა მეხანი გაგრძელდება ეს, მაგრამ ჯერჯერობით ვარ. გაუ. არ ვიცი რა ვაპარაკო. რუსთაველის თეატრში სულ მალე ახალი სპექტაკლი გაჩნდება, რომელსაც იგორ ტოვსტონოკოვი დადგამს. პიესა ეკუთვნის ლაშა ბუღაძეს და მას პოლიტიკური პიესა ჰქვია. ინფორმატორის გადამღებით ჯგუფი დაესწრო სპექტაკლის რეპეტიციას, რომელიც გრიბოედოვის თეატრში მიმდინარეობს. Причем так, знаешь, убежать понял, что не вовремя вышел, как Ленин. Шемицлия. Гадись. დაიყალა ჩემი ბიჭი. ამ სამი შვილი. მანქანას მიხედე, ბიჭო, მანქანას.
сделать не может. Ракет. მთელი ღამე გრუხული ისმოდა მთელი და ჩვენც არ მიგვაყოლო ვირიშვილება. Я совершенно случайно натолкнулся, я не был знаком с Бугадзе, не читал прежде его пьес. И вот 2 года назад или 2,5 я натолкнулся на эту пьесу, и первое, что я почувствовал, что в ней так честно, не банально и каким-то неизбитым образом речь идет там о любви к родине, о вере, о вере в принципе там, и о вере в Бога, что там для меня сейчас такая серьезная тема. И о надежде. И сама эта пьеса надежду, так сказать, дает. Так это я почувствовал, и я надеюсь, что там это будет в спектакле. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად რომ ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ და რა იქნება ეს უკვე მე ან მაყურებელი შეაფასებს. მე ასეთი რეპეტიციები ძალიან დიდი ხანი არ მქონია, იმიტომ რომ ძალიან მართლა სრული თავისუფლება გვაქვს, რაღაც ხალისობთ, კაი ჯგუფია და რავი, მართლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ ბენდისა, რომ ამ ადამიანთან შევხვდი. კიდე იმასაც ვამბობ, რომ აი ნეტა დიდი ხანი გაგრძელდეს, იმიტომ რომ მართლა კარგად ავართ და შენ და იმედი მაქვს, რომ კარგი სპექტაკლიც გამოვა რა. მე მართლაც მომწონს პიესა. და არის რაღაც საინტერესო შიგნით. გააჩნია, ანუ ახლა შედეგზე ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის დასაწყისში. რა იქნება შემდგომში და რა თქმა უნდა თუ არ დავაკლებთ რაღაცა იმ ჩვენ სურვილებს რომ კარგი გამოვიდეს, გამოვა კარგი ალბათ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.